მოგესალმებით ყველას. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ საუბრებს. წინა შეხვედრა ვერ შედგა. დღეს გავაგრძელებთ ჩვენ ისტორიას და დღევანდელი ლექსის თემა იქნება იაკობი. ალბათ ერთ ლექციაში ვერ ჩავეტევით, მაგრამ ნახოთ მივხვდეთ. დღევანდელი შეხვედრა ჩვენი ეს არის წინა საშობაო საახალწლო 26-ია და ალბათ მომავალ წელს შევხვდებით. ამიტომ გილოცავ წინასწარ. ძალიან მნიშვნელოვანი დღეები გვიდგა საქართველოში, ამავე დროს ჩვენ ყველანი მოწმეები ვართ რა ხდება ჩვენს გარშემო და ჩვენ ყველანი ამ პროცესებში ვიმყოფებით. გარეგნულად თითქოს შევხედავ და აბსოლუტურად ძალიან მართლა კრიზისული სიტუაცია თითქოს გამოსავალი არ ჩანს. მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც არ ჩანს გამოსავალი, სწორედ იქ მოდის საშველად რწმენა და ის სასწაული, რომელზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, რომ ეს სასწაული მაშინ ხდება ჩვენ ცხოვრებაში, როდესაც ადამიანი ამოწურავს თავის შესაძლებლობებს, რესურსებს და აი მაშინ ავლენს უფალი თავის შეწევნას და მე მინდა გავიხსენო ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვერდსაულით ვერავით ამ მოვლენებს ისე ვამბობ და ჩვენ ყოველთვის ყველა ლექსიის დროს ვამბობდით რომ ეს ყველაფერი რაზედაც ჩვენ საუბრობთ საბოლოო ჯამში სწორედ იმისთვის არის რომ მეტად და მეტად გავიაზროთ ეს მოვლენები და არ ვიყოთ უბრალოდ შორიდან მაყურებლები არც რაღაცა სიმწირისგან სიმწირით ვიყოთ სავსე და უმწეობით სავსენი რომ საერთოდ სიტყვა და ბიბლია და მამების სწავლება და ყველაფერი გვასწავლის რომ ღმერთი არ არის ციდან მაყურებელი, ღმერთი ჩვენ ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში ჩართულია. აქ არის ეკლესია მithumetas ქრისტეს სხეულია და ის მსხემობს აქ საქართველოში და უწყვეტად ის უფრო სწორად ერთადერთი თუ ვიცით ანჯება რეალურად ეს არის ქრისტეს სული. ის რომელსაც ყურია რომ გაგვამთლიანოს და ეს შეურიგებელი შეარიგოს. მაშინ რაშია ჩვენი ძალა, რა შეგვიძლია ჩვენ? პატარა მაგალითს მოვიყვანთ, სანამ გადავალთ უშუალოდ თემაზე. ერთი გედეონი იცით თქვენ ყველას, ბიბლიური გედეონი, ეს არის მსაჯულთა პერიოდი, ისუნავის შემდეგ, როდესაც ისინი ქანაანს იპყრობენ, მაგრამ შემდეგ ისე ხდება, რომ ბოლომდე თავიანთი ურჩობის და ურწმუნების გამო ვერ ახერხებენ ქანაანის მთლიან დამორჩილებას და სულტერების თან ბრძოლებში არიან. და ერთ-ერთი ასეთი ტრის შემოსევის შედეგად ფაქტობრივად ისრაელი გავერანდა, აი კაციშვილი არ დარჩა, ხალხი ვიმალებოდა გვიმეებში, ხვრელებში, ეს მოდიოდნენ მტერი მოდიოდა მიდიამელები, მადიამელები და ყველაფერი მიქონდათ, ანუ განსაკუთრებით პური, ხორბალი, რასაც კი ხელთ იგდებდა და ხალხი იყო აი აბსოლუტურად პარალიზებული იყო ყველაფერი. და ამ დროს წერია გედეონზე ესეთი სიტყვები ხო იცით, ბიბლია წირად წერს ყველაფერს, დანარჩენი ჩვენ უნდა გავიაზროთ. რომ ეს გედეონი ერთი წინადადები წერია, რომ ამ დროს გედეონი ამადამ კაციშვილი, ამადამ ტომიდან, ბენიამინის ტომიდან იყო სხვათა შორის, საწნახელში ხორბალს ცეხვავდაო. ახლა ჩვენ ვიცით ხომ ეს ბიბლია სიმბოლური ენაა და რას იშავს. ახლა საწნახელში ღვინოა, ხო? და ანუ ეს მადიამელები ღვინოს არ ეკარებოდნენ და ხორბალი მიქონდა და ამიტომ მათგან თავის დასაცავად რომ გარედან საწნახელია და ახლა იქ არაფერი არ იქნება, ხო? ნახეთ ეს უკვე სიბრძნე და მოხერხებულობაა. ანუ განსაცდელი ჟამს და ფიზიკური ძალა არ ყოფნის, არის ფიზიკურ ძალაზე უფრო დიდი ძალა. ეს არის სიბრძნე და გამოცდილება, რომელსაც შეუძლია ძალიან დიდ ფიზიკური ძალის დამარცხება და თქვენ იცით შემდეგში ახლა რომ მერე ისტორია რომ გედეონი 300 კაცი დამარცხებს 300,000-იან მადიამელების ჯარს. 300,000 თითქოს ალეგორია, მაგრამ მოკლედ თუ ჩავწდებით ყველაფერს, მივხვდებით რომ სრულიად შესაძლებელია, როდესაც აი სიბრძნით და გონიერებით მოქმედებ.
და ამ დროს გედეონთან მოდის ადამიანის სახით ანგელოზი, უფლის წარმომადგენელი. ახლა სხვათა შორის მაგ დროს ესე ხდებოდა, არის აბსოლუტურად ვერ გაარჩევდი ადამიანისგან ღმერთის წარმოზავნილს. რომელსაც უცხება ქონდა ადამიანებთან ესეთი ის იყო ახლო ურთიერთობა. უფალი შენთანაა მაგარო ვაჟკაცო. ამ გედეონს მიმართავს. აი ასე და გედეონი ებასუხება ვაგლახ შეგო ბატონო. უფალი ჩვენთან იყოსო, რატო ვართ ასე დღეში ახლა რო ვართო? არაო, დაგტოვა უფალბაო, ჩვენ ვიგვატოვა, დაგტოვა მტრის საჯიჯგენა და ასად არისო ის ასწავლები, როდესაც ჩვენი წინაპრები გვიყვებოდენო, ეგვიპტიდან გამოგვიყვანა ღმერთმაო, იქ სასწაულები მოახდინა ეგვიპტეში და შემდეგ იორდანე გაიპო და აქ გადმოგვედით და არ არისო ღმერთი ჩვენთან. ანუ გესმის რა ასაკეთებს გედეონი არის ურეთ სასოწარკვეთილი კი არ არის, აი ამინით თითქოს ღმერთს ამუნათებს, აი როგორ გითხრა, ღმერთო რატო ხარ გაჭირებული? ანუ ეს არ არის პასიური მდგომარეობა. ეს არ არის ცივილი, უწმუნო, უსასო და ყოველგვარი იმეddakარგული ადამიანის. ეს არის მოშურნე ადამიანი, რომელიც ღმერთს ეუბნება, ღმერთო სადა ხარ? შენ ხო მიყავი, შენ ხო ღმერთი ხარ, შენ ხო ყოველთვის ჩვენთან ხარ, შენ ხო ახმა დაუდე ჩვენ წინაპრებს, თქვენთან მიქნებითო აბრაამთან, ისააკთან, იაკობთან. და თითქოს იმაშრება საყვედურებს გამოწვევას უკეთებ არ არის ჩვენთან ღმერთი ახლა. თორე რო იყოსო, აბა ესე დღეში რატო ვარ? ნუ სინამდვილე ჩვენ ვიცით რატომაც არის ჩავარდნილ ისრაელიან დროს ეს სწორედ იმის გამო რომ მათ დაარღვიეს ღმერთის ცნებები და ღმერთის ჯის, იმიტომ კი არ ჯის რომ შურს იძიებს, არამედ ამ სასჯელით გონს მოეგოს. და იქ გედეონია სიმბოლო ისრაელის იმ სურის იმ ნაწილისა, რომელიც უნდა მოეგოს გონს ახლა. მიხვდეს რატო ჭირს ისრაელს ეს. აი ეს არის. და მაშინ ეს ეუბნება ეს კაცია იქ, ნუ ანგელოზი ღმერთის წარმომავლელი, წადი და ამ შენი ძალით ძლიე მადიამს. გედეონი ისევ გაკვირვებულია და გაოცებულია, რასაბობ, რა მადიამ უზარმაზარი სახელმწიფოა, ყველაფერი დაპყრობილი, არაფერი არ დარჩა და მე ვარ ყველაზე უმცროსი ვარ ჩემ ოჯახშიო. ჩემი ოჯახიო, ჩემს გვარშიო, ყველაზე მცირე არისო, ჩემი გვარიო, ისრაელის ტომშიო, ერთ-ერთი მცირე არისო. ნახე, აკეთებს რომ არაფერი მე რა შემიძლია, რაშია ჩემი ძალა, არაფერში არ არის. ახლა რაშია სინამდვილეში გედეონის ძალა? ნამდვილი ძალა რაშია? იმაშია რომ გედეონი არის მოშურნე. მიუხედავად იმისა რომ ფიზიკურად ისრაელი აბსოლუტურად უძლურია, გედეონიც როგორც ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობები არ აქვს, მაგრამ აქვს რაღაცა მოშურნეობა, სულის დუღარება, გაუტეხელობა, წმენა იმისა რომ თუ ღმერთის სასწაულებს აკეთებ და ახლა უნდა გვიშველოს ღმერთმა, არ ეგუება, არ გათხრა, ცოცხალია მოკლედ რომ თქვა. აი რა ძალაზე ლაპარაკობს ეს ანგელი, ამ შენი ძალით ძლევ მედიანს და მე რაც ხდება, ახლა ეს უკვე ჩვენ შორ წაგიყვანს და ხდება ის რომ ამარცხებენ ამ უზარმაზარ ჯარს იმ 300 კაცი. მე ეს მოვიყვან იმიტომ რომ დღესაც როდესაც ჩვენ ხედავთ რომ საქართველოს თითქმის გამოვა მდგომარეობაში, საქართველოს ჩვენში ხდება ეს ყველაფერი, თუ გონიათ რომ გარეთ ხდება, ამას ვერ გავიქცევით, ჩვენ ყველანი ჩართული ვართ. ომის დროსაც ასეა, ყველა ჩართულია ომის დროს. ომში მარტო ის კი არ არის მეომარი, ვისაც იარაღი უჭერს და წინ არის, არანაკლებ მეომარია, ვიც უკან არის, სურს უმაგრებენ იმათ, აქედან ტანსაცმელს უგზავნიან თუ იქით რაღაცას აკეთებენ თუ ყველა ჩართული ვართ, ყველანი ჩვენ შესაძლებლობით ამ პროცესებში და ამ დროს როცა ერთი მხრივ ჩასო თითქოს უკვე გამოუვალ მდგომარეობა, აი ახლა ჭირდება გედეონის მოშურნეობა და მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი კი არა 100-ობით თუ 1000-ობით კი არა 10000-ობით ქართველია და 100000-ობითაც რომლებიც აი ხა მერც თავიანთ ლოცვებში ცერემლებით შეღაღადებენ აი ამ უმწეობის შეხედულად როცა ხედავენ რომ საქართველოს გამოსავალი არ აქვს თითქოს აქეთ მთელი ევროპა ამერიკა ერთხარეს აქეთ თითქოს ეს პატარა ქვეყანა აქეთ კიდე სხვა დიდი იმპერიები კი რუსეთი, აქეთ თურქეთი, რა ვიცი, თუ პატარა ქვეყანა ვარ, თითქოს რა გავაკეთე, სად წავიდეთ, ყველაფერს გამოვეყოთ, შევძლებთ ცალკე ყოფნას, ვინმეს მხარე რომ დავიკავოთ, იქ მეორე მხარეს ვეჯახებით და არ არის გამოსავალი, მაგრამ არ ვნებდებით და რა ძალა უნდა გამოვავლინოთ ახლა.
უფალო ახლა უნდა მიმართოთ ჩემი წინაპრების სულებს უпроსორად იმ ღმერთს რომელიც ჩვენ წინაპრებში ავლენდა თავს და გამარჯვებას გვაძლევს და სწორედ გამოვარ სიტუაციაში დაწყებული უძველესი დროიდან თუნდაც დიდგორი როდესაც არანაირი თითქოს უზარმაზარი ჯარი იყო და თან თუნდაც წმინდანების ისტორია თუნდაც ღმერთის სასაულები ის ღმერთი და ის უფალი რომელიც ყოველთვის ჩვენთან იყო ღვთისმშობელი მათი შემწეობა რომ ის ხო წარსულის ღმერთი არ არის უფალო ჩვენ უნდა შევავედროთ ხო იესო ქრისტე გუში დღეს ხვალ იგივე ჩვენ ხო ისევ შენიერი ვართ სადახარ ილიას ღმერთო შოთას ღმერთო აგერ ზვიადის და მერაბის ღმერთო და ყველა იმ ქართველის ღმერთო რომლებიცაც საქართველოს გულში ესვენეთ და ჯეროდათ ნათელი მოგავლით საქართველოს გაბწყინების თვითყოფადობის თუნდაც ლერტღუნია როშეშჩივის ილიას ჩვენი თავი ჩვენად ვეყუდნოდეთ რატომ არის შეუძლებელი ნუ თუ ეს შეუძლებელი ანუ შეგიძლია ღმერთო აი თუ ეს შევძელი აი ესეთი ლოცვები ვატაროთ მაშინ ეს არის ის ძალა რომელსაც ღმერთი ფიზიკურ ძალასაც მისცემს ანუ სასაულს მოახდენს ანუ ჩვენი სულის დუღარება ჩვენი გაუტეხევლობა ჩვენი წმენა ამ უსასობის ჟამს რომ ღმერთს შეუძლია ჩვენი ხსნა მიუხედავად იმისა რომ არაფერი არ მეტყველებს ამაზე თითქოს გამოვალი მდგომარეობა გარეთ შეხედავ ტელევიზორ აქედან იქიდან არხებს გონია რომ დამთავრდა ყველაფერი ქაოსია უკვე არ არის არაფერი მაგრამ ჩვენ წამს ეს ყველაფერი არის თვალყური დასანახი ფიზიკური ეს ქერქია ეს არ არის რეალობა და არც ის რაც საქართველოში ხდება გულის გულში და სიღრმეში საქართველოს ერთიანი საქართველოს რომელიც დღემდე მოიყვანეს ჩვენა წინაპრებმა რუდუნებით ცრემლებით სისხლით ვისთვისაც თავს აკლავდნენ აბა რა აზრი ქონდა რა საქართველოს მარტო ჭამასპის ასპარეზი რო ყოფილიყო დღემდე არ მოვიდოდა მათ იცოდნენ მისია რომ აქ არის მისია აქვს საქართველოს ხო საკუთარი თავი უნდა აღიდგინოს სამყაროსის უნდა იყოს ნათელი ამას ეწირებოდნენ ამ მოდელის ჯეროდათ და დღემდე მოვიდა და დღეს ჩვენს ასევე უნდა გავაგრძელოთ და ამ ლოცვით და ამ სულის დუღარებით მიუხედავად იმისა რომ თითქოს ფიზიკურად ეს შეუძლებელია სასაული ხდება სადაც ისე ვამბობ ადამიანური რესურსები ამოწურულია გარედან არაფერი არ ჩანს თითქოს რომ გამოსავალი იყოს და ამ დროს ერევა ღმერთი სხვათა შორის მე არ ვიცი წინაზე თქვი თუ არა პატარა მას ვიტყვი მაგალითად ეს კარგად გაამაგრებს ამას და მე გადავალ აი კამიკაძე სიტყვა ხო გაგიგიათ ჩვენ ვილაპარაკეთ ამას წინა ლექციაზე ხო მაშინ გასაგებია რა აი კამიკაძე ანუ ქარი რომელიც მაშინ ამოვარდება როდესაც ყველაზე მეტად ჭირდება ანუ ეს ქარი არის უფლის ძალა და სული რომელსაც უნდა შევავედროთ და უფალო ახლა გჭირდები და ვილოცოთ ვირწმუნოთ და მერწმუნეთ ყველაზე დიდი ძალა ეგ არის იმიტომ რომ ღმერთი მაგრამ გამოავლეს თავის თავი ჩვენ უნდა ჯეროდეს ამისი გასოთ ქრისტეს სასაულები ყველა სასაული უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში რასაც ვკითხულობ ხდება მაშინ როდესაც ადამიანი ჩართულია ქრისტე ეკითხება გინდა წამს ითხოვს ადამიანს 5000 პურიც კი ესე სასაულები სასაულად კი არ მოახდინა ჰაერი და რაღაცა არა გაქვთ ცოტა პური ვაინც პატარა ანუ რა არის პური აი გედეონი პურს ცეხვავდა პური არის აი ეს წმენა ცოცხალი წმენა ღმერთისა როდესაც გედეონი ინახავდა გარეთ და დამალული აი ამას ითხოვს უფალი თუ ცოტა პური ვექნება ანუ აი ესეთი წმენა დღეს იმას გააბევრეთ ძალას მისცემს და ჩვენ ხსნა მოგვეცემა და შევავედროთ უფალს მართლა ჩვენი ქვეყანა რო ისევე გვიხსნას როგორც ადრე და როგორც ყოველთვის და დარწმუნებული ვარ გვიხსნეს კიდევ და დღეს დღევანდელი ჩვენი ლექციაც ამ ნიშნით იქნება ამ იაკობის ისტორიასაც გავყვებით და მივხვდებით რომ ეს ბრძოლა ეს ხაზი ანუ სამყაროს ქაოსია მიზეზშედეგობრივ რაღაცა მოვლენათა უხეში ხეთქება და რაღაცა ჯამია და ასეთი უაზრო დენა ისტორიის რომელიც რაღაც არაფრისგან იწყება და არაფრისკენ მიდის თუ აქ საზრისი აქ პროექტი მიზანი და მიზნის ამ მიზნისკენ აი ეს რომ ვირწმუნოთ ჩვენ და დავიჯეროთ ამისთვის მივყვებით სწორედ ამ ბიბლიურ ისტორიებს რომ ჩვენ უფრო მეტი დამაჯერებლობა გქონდეს რომ სამყაროს აქ საზრისი და ის მიდის იმ სისრულისკენ რაც ღმერთმა ჩაიფიქრა და განხორციელდება კიდეც
მოგეთ იაკობის ჩვენ გავჩერდით იქ სადაც უკვე რებეკა ყავს ტყუპები და ამ დროს დაიწყესო აქ წერია რომ ეს ორი რებეკას ეს არის 25 თავი დაბადების ეს და ისმინა დაევედრებოდა ისააკი უფალს თავისი ცოლისათვის რადგან ბერწი იყო იგი და ისმინა მისი უფალმა და დაორსულდა რებეკა მისი ცოლი მაგრამ ეხლებოდნენ ძენი ერთმანეს მის მუცელში აი ეს ორი ტყუპი რომელიც ეჯაჯგურებოდა ეხლებოდა ერთმანეს მუცელში რისთვის პირველი ვინ გამოვა აი ამ შეხლა და კონფლიქტში კომენტატორები ბიბლიის ხედავთ დიდ იდეას ახლა ეს შემთხვევით ხო არ არის ანუ ვინ არის ეს ორი ტყუპი ეს არის კონფლიქტი ორი მიმართულების კონფლიქტი ეს არის მომავლის სამყარო და აეს სამყარო წუთისოფელი ანუ რისი თქვა მინდა გასult ადამიანის შესაქმის დროს თქვით ჩვენ რომ ორი ადამიანის ისტორია რომ ერთი ბუნებითი ადამი რომელიც მოწოდებულია რომ დედამიწა სამყარო გაიგოს გააფრთხილოს და კითხვა მიემართება როგორ გადავრჩეთ როგორ გავურავდეთ როგორ გავიგოთ სამყარო როგორ გადავწიოთ უბეცრების ფარდა და ვითარდება ტექნიკა მეცნიერება და ყველაფერი რაც დღეს ასე წარმოდგენილია იმიტომ რომ შეუცნობელი იყო სამყარო მატერიალური სამყარო ხოლო ეს არის ამ წუთის სოფლის მდგომარეობა აქ რაც უნდა გავაკეთოთ ადამიანის ის უნარი რომელიც ამისკენ მიემართება ამ გაგების მაგრამ არი ადამიანში მეორე მიმართულება მეორე ადამიანს არის რისთვის რისკენ მიზნის გარემოება მიზანი მიმართულება ამას ქვია ზეცა ანუ ცანი შეიცანი ანუ ეს არის შესაძლებლობები ადამი ხომ როგორც შესაძლებლობა შეიქმნა თავისივე თავი ხოლო ამ შესაძლებლობის განხორციელება კაცად შედგომა ანუ ღმერთისკენ მიმსგავსების ასპარეზისთვის უკვე მოგვეცა ეს ქვეყანა ანუ ეს არის განვითარება დინამიკა პროცესი წინ წასვლა რომ არ ჩაიკეტო გამოხვიდე მუდმივად საკუთარი თავიდან აი ეს ორი მიმართულება ამ ორ ტყუპში იაკობი და ესავი და ეს ორი მუდმივად იბრძვის ეს იწყება კაინი და აბელი და სუწყვილები სადაც კი ნახავთ ყველგან გამოკვეთილია ეს ორი რომელსაც რა უნდა გამოვს ორივეს აქვს თითო მიმართულება გამოკვეთილი აი ესავსა გამოკვეთილი აი ეს ამ წუთის სოფლის მიმართულება ანუ აქაურის ველის კაცია მონადირეა რას ნიშნავს ეგა გამო აი ეს ველი არის სივრცე მატერიალური სივრცეში მიდის ამას ითვისებ და ძლიერია ფიზიკურად ხო აი ისის ყველაფერი ეს მყარად დგას და მატერიალური და ამ წუთის სოფლის განვითარების ეწევა ხოლო იაკობი არის უფრო მერე შემდეგში კარვის კაცი ანუ ერთ ადგილას არის ეს არის ვერტიკალში მიზანი იკვლევს რას რისთვის რისკენ რა მისია გვაქვს რა მაგ განსახორციელებელი რა არის თავში ჩადებული რომელიც მე უნდა განვახორციელო ესა გამოკვეთილი თუმცა ორივეს აქ ამავე დროს ამბიცია რომ ეს ორივე თავის თავში გაამწლიაროს ესავს ესეც ხო არის ეს მონადირე და ეს ველის კაცი და მატერიალისტი მაგრამ მას უნდა რომ აი ესეც ის წუთისოფელიც მისი იყოს რატომ ნუ ახლა მას ვნახავთ ხოლო იაკობიც ასეა იაკობი კი არის კარვებში მკვიდრობს და მას აინტერესებს გაცნობიერება ცხოვრების მიზანი არსი რელიგიურობა სულიერება ღმერთთან კონტაქტი მაგრამ აი ეს წუთისოფელიც უნდა აქაც უნდა ფეხიდან ანუ ორმაგობიდებს გადალახვა უნდა ორივეს და ერთში თავის თავში შერწყვა აი ეს არის რომ ისინი ეხლებოდნენ ერთმანეთს ახლა რებეკა რა დღეშია ნახე რებეკა რას ამბობს ახლა რებეკა ამბობს ქართულ თარგმანში წერია თუ ეს ასეა მაშ რაღაცთვის ჩამესახდნენ ანუ რაღაცთვის რა მიზნით ნახეთ ანუ რებეკას აინტერესებს ანუ ვინ იქნებიან ესენი მიზანი რა არის ანუ რა უნდა მოხდეს აინტერესებს როდესაც ის მივიდა ღმერთთან ნუ ეგ რა ფორმით სხვა საკითხია რომ გასარკვევად რა ხდება ჩემი ახლა ძალიან საინტერესოა
თვითონ ებრაულ ტექსტში აი ეს როგორ იკითხება, აქ ძალიან გასხოვებული და უფრო ღრმად დავინახავთ რა აწუხებდა რებეკას და რა ხდება სინამდვილეში. ნახეთ რაც ეს ებრაულად ეს ჩანს, აი ეს რაც ახლა წავიკითხეთ. თუ ეს ასია, მაშინ რისთვის რასაც კითხულობთ რებეკა, ეს არის ებრაულად წერილი ლამა ზე ანოხი. ლამა არის რატომ და აი ახლა წავიკითხოთ და ეს სიტყვა სიტყვით ეს ასე შეიძლება თარგმნოთ. რატომ ეს და მე? ანუ რატომ არსებობს შეხლა ამ და მეს შორის? ახლა ეს ზე ამ და მე ეს არის ორივე მე ანოხი არის დიდი მე. მე ვარ უფალი შენი ღმერთი სინათლეზე იქ წერია ანოხი. ანუ ეს არ არის ადამიანის მე, პატარა მე, არის დიდი მე, ერთი მე რო არსებობს. იმაში და ეს არის ეს ასე იწერება ანოხი. ხოლო მეორე ზე აქ რაც არის, ეს არის ეს. ანუ ეს უკვე ზე პატარა მე. ადამიანური მე. ანუ რაზე მიდის აქ ბრძოლა? აი ამ შეხლა მიდის აი ამ წუთი სოფლის, ანუ აწმყოს, აი ამ ღმერთს, ანუ მე ვარ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ გახსოვს იქ როგორ იყო შენი იქნები როგორც ღმერთი და ღმერთმა დაუშვა და შესაბამისად ადამიანს მართლა ღმერთი არ უშლის ხელს, რომ იყოს ეს ღმერთი არ განაგოს ყველაფერი. თუმცა იმას ისედაც მიცემული ქონდა თავში. არ უთხრა რომ იბატონე ზღვაში თევზებზე, ცაში ფრინველებზე და ცხოველებზე და ყველაფერზე. ისედაც მაგრამ ახლა ხდება ეს დროზე ადრე მიტაცება. ამისი და ადამიანი მართლა თვალიებით რომ აქ მე ვარ ღმერთი. მეგანო, მაგრამ ეს არის აი ეს ამ წუთი სოფლის ღმერთი, რომელიც მატერიაში იმეფებს. აი ამ მაშინ. ხოლო მეორე ეს ანოხი რაც წერია დიდი მე, ეს არის მომავალი ქვეყნის ოლამ აბაქრიამოს ებრაულად ეს არის მომავალი სამყაროსი, ბიზნების, სწრაფების ჟინის, ანუ წინ გაწევის, გაფართოების ღმერთი მდგომარეობა, ანუ რისთვის, რისკენ. აი ეს ორი თითქოს ურთიერთგამომრიცხავი მდგომარეობა, მაგრამ სინამდვილეში ეს გარკვეული პერიოდის შემდეგ უნდა აღავსონ ერთმანეთი, იმიტომ რომ ცალ-ცალკე კი არ უნდა იყოს, იმიტომ ორივეს ერთმანეთი აკლია. ცალკე წუთი სოფლის ღმერთი, ანუ როცა ტექნიკა იცი, მეცნიერება იცი, აბსოლუტურად ყველა ატომი გარკვეული გაქვს. მაგრამ არ იცი რა უყო ამა რისთვის რა არის ეს მიზანი ხო არ არის ეს არის საშუალება მაგრამ რისკენ ეს არ აქვს აკლია და ამიტომ არ არის სრულყოფილი და ვიტანჯებით განსაკუთრებით დღევანდელი ცივილიზაცია შევხედოთ როცა ტექნიკურად ასე განვითარებული არასოდეს არ ყოფილა ცივილიზაცია დღეს რაც ხდება ხო და საშიშროება მესამე მსოფლიო ომის ამდენი ატომები აი იმდენი ტექნიკაა რომ წესი თითქოს საერთოდ არავის არაფერი არ უნდა გვაკლდეს, მაგრამ ისეთი პრობლემები არასოდეს არ ყოფილა სამყაროში ალბათ რაც დღეს არის. მთელი ტექნიკური რესურსებია გამოგონილი სამედიცინო კუთხით დაუშვათ ხომ, რამდენიაირი წამალი და რამდენიაირი რა ვიცი, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფი, თითქოს მიზანი რა არის? რო არ იქ ადამიანი უკეთ იყოს და იმდენი დაავადებები არასდროს არ ყოფილა რაც დღეს არის. თვითონ პარადოქსია, ხო? მთელი სამყარო იბრძვის იმისთვის, რომ შეერი არ იყოს არავინ და ორგანიზაციები არსებობს და მთელი მილიარდები ხარჯება ტექნიკური პროგრესია, ისეთი სისწრაფით პროდუქტები და ამ დროს არასოდეს ისე არ ყოფილა სამყარო, რა ვიცი, მილიონობით კი არა, ასობით მილიონი ადამიანი და ბავშვი შიმშილობს დღეს. ნუ არაფერი ვარ ვთქვათ, ისე ვამბობ ომებზე, რომელიც აი ჩვენ თვალწე ხდება და დამატებული ამას რომ ადამიანი მიუხედავად იმისა რომ ტექნიკური პროგრესი ასე ძლიერია და თითქოს ყველაფერი გვაქვს ისეთი მარტოსული ინტერნეტის ეპოქაში ხო წამებში რომ უკავშირდებით ერთმანეთს მაინც მარტოობა, მაინც დეპრესია, მაინც ანტიბიოტიკებზე ზის მთელი სამყარო თითქმის რა ვიცი, აბა რა ხდება ხო? აი სწორედ ეს იმიტომ რომ ერთი მხარეა და მეორე ვერ შემოდის საზრის მოწყვეტილი. ხოლო მეორე მხარე ეს დიდი ისი ცალკეა გამოშრა არასოდეს ამდენი მედიტაციები, რელიგიები, ბიბლიები
მე მახსოვს ჩემ დროს მე 80-ში ვირწმუნე 1980 წელს საერთოდ სად იყო პირველად ვინდა რომ ნახა ასე კანკანები პატარა რუსული გამოცემა იყო ქართული არც იყო და ხელით გადაწერა მინდოდა მთელი ბიბლიის სად თითო როლას თუ დახავდი ისიც აკრძალული იყო საბჭოთა კავშირში 5 წელს მოგწებდი ციხეს ეწერა ამერიკანსკე ბიბლიესკე общество იმ ბიბლიას თუ დაგინახავდი მარტო იმას ან სად იყო ამდენი ტიპოგრაფია ამდენი აზრები ჩვენთან თუ თელ სოფლიოში რა ვიცი ყველაფერი ხდება და მაინც ესე ცალკეა და რეალობას ვერ ცვლის გამოყოფილი არ ცხოვრებას ვაბობ მე შეიძლება შენ კარგად იყო ახლა რაღაცა ლოცვით კი ბატონო ბიბლია იკითხო მედიტაციებში იყო პრაქტიკები აღასრულო მაგრამ თუ შე რეალობას ვერ ცვლი მაშინ ასეთი კარგად ყოფნა არ ამგონია თქო კარგად ყოფნა იყოს იმიტომ რომ ვერავერ იქნება კარგად სანამ ჩვენ არ ვიგრძნობთ რომ ჩვენი ადამი არ აღდგება ჩვენგან რომ ჩვენ რაღაც ერთი მთელი ვართ აი მას ვერ აღწევთ ამიტომ ორივე არის წინამდებობაში ერთმანეთს შესაბამისად აქ ბრძოლაბიდის რაზე აი აქ კითხული ვინ იქნება კურთხეული ვისი ღმერთი გაიმარჯვებს წუთისოფლის ღმერთი თუ ის ანოხი დიდი ღმერთი აქ აი იაკობ აი და აქ რა ხდება მოგითხარით რომ აი აქ პირველად იბადება ამ ბავშვების ღმერთი ვინ არის ხუპების აი გამთხილიანების პროცესი ხდება და პირველ ეტაპზე რა ხდება იცით აი ამ ორ სხვადასხვა ეს კაინის და აბელის ისტორიასაც ასეა გახსოვთ იქაც ბრძოლა იყო აი ამ ორ მიმართულებაში თავი და პირველ ეტაპზე არის ბრძოლა უმციფრობის გამო თითქოს ან ერთი ან მეორე მაგრამ საბოლოო ჯამში არის შესაძლებლობა აი ამ წინასწარმეტყველებაში აი აქ რაც რებეკას მიეცა რომ ორი ტომი იქნება და უმცროს და ემორჩილება და უფროსი მაგრამ იქ პირდაპირ თარგმანში წერია რომ საბოლოო ჯამში შესაძლებელია რომ ამათ მერე ინტეგრაცია ამათ ინტეგრირება ერთმანეთში თანამშრომლობა ანუ ერთლიანად გახდომ ანუ ტრობა არის პირველ ეტაპზე გაუცხოება თითქოს ან ეს შეცდომა ეს ბავშვური მიდგომა როცა სიმწიფე დგება და დღეს დაგვიდგა ეს ჟამი კაცობრიობას რომელიც ახლა ორ ნაწილად არის გაყოფილი თითქოს ერთი მხარეა რელიგიურობა სულიერება რომელიც წუთისოფლს არ გამშოლავს ან დიდი აქ რაღაცა ფსიქოთერაპიული ზემოქმედების უნარი და სახელმწიფოები უშვებენ იმას რომ იყოს რელიგიები მედიტაციები ლოცვები იმიტომ რომ კარგი სამართავი იქნება ხალხი დამშვიდებიან დაწყარდებიან აი ერთადერთი ეს მისია ისევ მიწაზე რომ ერთმანეთი არ დაუჭამოთ მაგრამ მთლიანად სახელმწიფო ვერ იღებს იმას რომ მისია ჩვენი მთლიანად არის ისევ 64-ში დაბრუნება ანუ ოქროს ხარის დაბრუნება აქეთი ჯერ ვერ შედგა და აი ახლა წესით და ისტორიის ბოლოში უნდა მოხდეს ისე ინტეგრირება ამორის ანუ აქამდე თუ ეს იყო წინამდებობაში მოსული თქვენი ფილოცე თქვენი საქმე ლოცვა ჩვენი საქმე აღშრომა ტყუილია ეს ერთში უნდა გამთლიანდეს ეს არ უნდა იყოს ცალ-ცალკე რომ და ამაზე მიდის ასე ბრძოლა და შემდეგ ნელ-ნელა გადავა ისე ვამბობ ერთ ხეობაში აი ეს არის იაკობის პრეტენზია უკვე ანუ იაკობს აქვს ბუნება განვითარებული რომ მიუხედავად იმისა რომ მისი ბუნებით ის არის შინაგანი აი ამ მომავლის ღმერთის მატარებელი მიზნის მისიის სწრაფის მასა აქვს ამბიცია მასა აქვს შესაძლებლობების რომელსაც შემდეგ ნახავთ თუ როგორ განავითარებს რომ აი ამ ესავის აი ამ ტექნიკური ამ მიწიერი ფიზიკური ძალაუფლებას შეაერთოს ამასთან ერთად თავის თავში ანუ ორი კი არ იყოს და ნიშანდობლივია სწორედ რომ კაინი და აბელი ტყუპები არ იყვნენ და ისავი და იაკობი ტყუპი ანუ ტყუპი ნიშნავს უკვე თითქმის ახლოს არის და ვერ ეტევიან მოცეში ორივეს ერთად უნდა გამოსვა და ეს ესავი ასწრებს წინ მაგრამ იაკობი რა შეება ქუსში უჭირავს ხელი ანუ ფაქტიურად მეც იქ ვარო ამბობს ამას ვილაპარაკეთ ჩვენ რას ნიშნავს ეს იაკობობა და ესავობა და აი ასე ჯერ ტყუპიები არიან წარმოიდგინეთ და იმ ტყუპებშიც ამას ხელი უჭირავს ფაქტიურად გამოდის ესავი და იქვე მოყვება იაკობი ხელი ჩაჭიდებული აქვს ესავის ქუსლზე ანუ რას ნიშნავს ესავის ქუსლი ესავი როგორც მატერიის ძალაუფლება მატერიაში ფიზიკური ძალაუფლებები რაც არის აქ ყველაფერი და ქუსლი არის მიწას ხო ეხება და აი ეს უკვე სულიერი რაც მერე უნდა მოხდეს მიზნის კესრაფა ღმერთისკენ თითქოს სწორი პერსპექტივაა
უკვე ხუსია ხელი ჩაულებან უკვე დგება ჟამი რომ ეს გამთლიადეს მომავლის მიზნის და აქ ცუთი სოფლის ღმერთი ანუ აი ეს უნარები ადამიანში ერთში მოექცეს რომ დაპირისპირება კი არ იყოს ამ ორ შორის არამედ გაამთლიანოს ერთმანეთი ანუ აქ დედამიწაზე განვავრცოთ განვავითაროთ ის მიზნები ის სწრაფები რაც რისთვისაც ღმერთმა ადამიანი გააჩინა რომ აღვადგინოთ ის 64-ის იდილია რაც იყო პროექტში მოცემული და მთელი ბიბლია ისეთვე წინასწარმეტყველება სწორედ ამისკენ არის მიმართული და გამოცხადებაც თავდება ამით რომ აჰა კარავი ღვთისა კაცთა შორის და დაემკვიდრება მათ შორის ანუ აქ რაზე ელაპარაკე ჯერ ღმერთს კარავი არაა კარავი არის უკვე ჩვენი სხეული ჯერ ტვინში გვაქვს გულებში გვაქვს ლოცვებში მე კი ბატონო კი ყველაფერი იქ ცხოვრდებით საიქიოში ყველაფერი იქნება გადავრჩებით კი ჯეჯი ასე იყო აქამდე მაგრამ აი აქ ეს ისტორია გვაჩვენებს აქამდე კი მაგრამ ახლა უკვე ის დამიდგება როდესაც რაც იყო ჩაფიქრებული თავში რომ კარავი ღვთისა უნდა იყოს აქ იმიტომ სამოთხე დედამიწაზე იყო ფიზიკურად ურთიერთობები და გადაეწყოს არა ველურ იმ აცებლობაზე დაგროვებაზე მომხოჭელობაზე რომელსაც მოყვება ამდენი უბედურებები და შფოთი და ინგრევად სამყარო სწორედ იმის გამო რომ მას აკრია საზრისი აი რისკენ ეს ყველაფერი ხოლო ეს საზრისი ვისაც აქვს იწუთისები ღმერთის შეება ცაში გამოკიდებული ვერცლის რეალობას ვერ თავისი ლოცვებით ვერ თავისი მოწოდებებით არის კარგი და ომი ცუდია ნატო კლავ ერთმანეთს ღმერთო გვიშველე ღმერთო არ შველის ასე ღმერთო გვიშველე ვერდი გეუბნება შენ უშველე შენ ხარ აქ მე შენში შემოვალ აი ჟამიდგება ახლა უკვე დაანები აქ არის ყველაფერი მაგრამ ჯერ არ იყო ჟამი და დრო და აი ეს არის წინასახე იმ ისტორიისა რომელიც მომავალში მოხდება როცა ტექნიკური ცივილიზაცია და სულიერი ცივილიზაცია ანუ შინაგანი გამოცდილებები რაც კაცობრიობა დააგროვა პირველი დღიდან ეს აიდან მოდის ეს ბიბლიური სიუჟეტები შუმერები და გილგამეში ეს ყველაფერი ცალკე კი არ იყოს და ჩვენ კი არ წავიღოთ იმ სამყაროში ჩვენი სულიერება არამედ სულიერებას ისეთი ძალა მიეცეს ამ ცის ღმერთ რომ მიწის ღმერთიც გახდეს მე ვარ ღმერთი ცაში და მიწაზე ცაში არის ცა არის მომავალში მიწაზე ნიშნავს აქ და ახლა აი ამაზე არის აქ ლაპარაკი ახლა ვინ იყო ესავი აი პირველი ვიბადება ეს არის სიტყვა ესავი ნიშნავს ორი სახელი ქონდა მას ეს არის ესავი და შემდეგ დაერქვა ედომი ესავი სიტყვა ნიშნავს გამზადებულს დასრულებულს სიტყვა ასაა ფუძე ეს ნაასე ეგ ადამიანზე წერია ანუ შექმნა ანუ უკვე დასრულებული ჩამოქნილი ანუ ერთი მხრივ ეს კარგია ხო თითქოს რა სრულია მაგრამ მეორე მხრივ სრულს არაფერი არ უნდა დამატება დაასრულა თავისთავად და იყოთ ასე არ შეუშალოთ ხელი ეს შევინარჩუნოთ წესრიგი არ დავარღვიოთ და ის თავისთავად ჩაკეტილია გასოთ ადამი მოიწყინა ადამიანმა რატომ მოიწყინა იმიტომ რომ ძალიან თვითკმარი იყო ძალიან სავსე იყო თავისთავად და მე უკვე ევა გამოუღო გარეთ და უკვე იწყება რა ადამი გამოიტყუა ხმეთქვა გარეთ ანუ სანამ ევა ანუ მატერია გარეთ არის მე მივდივარ ის მატერია ისევ ჩემი გავხადო და იწყება სწორედ ეს პროცესი ანუ განვითარება და თუ ის ევა გარეთ არ იქნებოდა დინამიკა არ იქნებოდა ჩაკეტილი იქნებოდა და მოსაწყენ აი ეს არის აქ ანუ ეს არის სიმბოლო დასრულებულების სიბრგვანის წერეზე ტრიალი ბუნებითი მდგომარეობა დაბადება ზრდა გამრავლება დაბერება სიკვდილი ამისთვის რომ იზრდა მორჩა ეს ცხოველური დორე არცად არაფერი არ მიდის მიზანი რა არის ჩვენი როგორმე გადავრჩეთ გაიჭამა გაისმა ბავშვები შვილები რასაუბრობ კაცო შრომობ ვიღწვით და მაგრამ რის ფასად და ბოლოს არაფერი არ ჩანს იქ აი ეს არის ესავობა მდგომარეობა მეორე სახელი მე დაერქვა მას გვიან ეს ედომ აი ეს ედომ სიტყვა თემატრიით ეს სიტყვა ნიშნავს 366 ჰერემატი ან ნიშნავს სისრულეს როგორც გითხარით აი ებრაული და შალომ სისრული აი ეს და ისა და ანუ დადებითი ის არისო თითქოს სრულია მაგრამ უარყოფითი ისე რომ ჩაკეტილია და
ასევე ნიშნავს ესავე ბალნიანი, ან ფაქტობრივად დასრულებული ასე უკვე ბალანი ხო მე რო და გაიზარდოს კაცი რო იზრდება ხო ეს ბალნიანი უკვე იბადება ეს და არო ეს სისრულე ანუ და ედომი კითხარი დომები მიწას ნიშნავს წითელი მებრძოლი ასე ბრძოლის სიმბოლო ჟინი ახლა იაკობი როგორ იბადება პირველი კითხარით რომ ქუსში აქვს ხელი მოკიდებული ეკევ ეს არის სიტყვა აკევ ვისაც ქუსში უჭირავს პირველი მნიშვნელობა შემდეგ არის მეორე მნიშვნელობა ეკევ რომელიც ნიშნავს მიმდევარს ანუ ვინმეს რომ მისდევ მუდმივად რომ მეორე ხარ რომელსაც გინდა მიეწვევას ის პირველია ანუ ნახე ესავი მატერიაში პირველი და იაკობს რომელიც არის შინაგანი იცის სამყაროს საიდუმლოდ უნდა მატერიაში განახორციელოს ვერ ახერხებს და მისდევს იმას ვით პირველია არ უშვებს იმას თელი ჟინი ჩაფრენილია ქუსზე ესე რომ თქვა და მესამე მნიშვნელობა არის ისე ეკევ იგივე რომელიც ატყუებს მოხერხებული გაქნილი პეტრეცი ამას ეძახის მაგალითად ასე ტერმინს მიდმოგონება ესეც ღვთისგან არისო პეტრეცი ამბობს ანუ ორი ხერხია ერთი პირდაპირ გასაგებია წმენით ცნებათა დაცვით რელიგიურობით და ასე შემდეგ მეორე წუთი სოფელში ხრიკებით მიდმოგონე ბევრი რამე აი ესეთები მაგრამ ესეც საბოლოო ჯამში ეს მეორე გზა არის უბრალოდ ეს და საბოლოო ჯამში ეს უნდა გადაილახოს რა თქმა უნდა რომ იაკობი მე ისრაელი ხდება ოღონდ თავშივე ისრაელობა არ ვარ და აი როგორც დასრულებულობა შენ უნდა დაასრულა აი ეს არის სწორედ იაკობის ღვაწლი იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ ის ასეთია ანუ ესეთი მოხერხებული მუდმივად რომ სარმის გამომდები ასე რომ თქვა სუცდილობს რომ გაგასწროს რაღაცა ჩაიგდოს ხელში მიტაცებით რა არის ამაში კარგი იცით როდესაც თავშივე დასრულებული ხარ მაშინ შენ არაფრის სურვილი არ აქვს ანუ ეს შენ სათნოებადაც არ ჩაგეთვლება ხო აი მაგალითად თუ ადამიანი ორ ფეხზე დადის ხო დადის ადამიანი ორ ფეხზე და ახლა რო თქვას მე ორ ფეხზე დავდივარ დასციდები ხო ორ ფეხზე ყველა და სირაქლემას დადის ორ ფეხზე აი შენი დამსახურება რა არის იმიტომ რომ შენ ასე დაიბადე ორი ფეხით ან რო თქვა ახლა რომ ადამიანმა თქვას იტრაბა ხო მე ლაპარაკი ვიცი ლაპარაკობ კი მაგრამ ეს ხო შენი დამსახურება არა რა შეა შენ ასეთად დაიბადა ადამიანად ჯიშად დაუშვათ სხვა რო დააბადებული ყავს სხვა ცხოვრება ვერ ლაპარაკებ ეს არ არის ჯერ კიდე შენი დამსახურება ან კანის ფერით ტრაბახი ან სიმაღლით ეს სიმაღლით შენი არა მაშინ რა ორ ფეხზე რო დადიხარ აი შენ რა უნდა გადი აი ამ ორი ფეხით საითივლი აი ამას რო შეძლებ სწორადია რომ სწორი საქმეები სკენია რომ ან ბაგით რომ ლაპარაკობ ერთია მაგრამ რას ლაპარაკობ ასო შერეკილებში რო არის დაუხურეთ საინფორმაციო ხურო ანუ იქიდან ესე სიტყვები ამოვიდა ჯობდა რომ სულ არ ელაპარაკა მაგას ანუ აი ეს აი იაკობობა რას იცავს იცი მოცემულობას იღებს უნარებს ნახევარ ფაბრიკატულ მდგომარეობაში თავის თავს ასე რომ ვთქვათ აი უხეშად რო ვთქვათ ახლა შავ რემონტად ხვაბარებს შენობას და შემდეგ ევრორემონტს რო ვეძახით შენ უნდა დაასრულო ანუ ჩვენ ღმერთი გვაბარებს ესე უხეშად რო ვთქვათ აი შავ კარკასად ანუ შესაძლებლობად ხოლო აი ეს დასრულება მისგავსება და ისეთნაირად მოწყობა რომ უკვე ჩვენ შეგვიძლია იქ ღმერთმა ტახტი დაიდგას ასე რომ ვთქვა და გამთლიადეთ სადამიწა აი ეს უკვე ადამიანმა უნდა დაასრულოს აი ეს არის იაკობის მისია ანუ იაკობი ყველა ეს რასაც აქ ჩამოთვა მისი სახელები თითქოს გარედან ნეგატიურად ჩანს მაგრამ ეს არის მიმართული იქითკენ რომ მან გამართოს თავისი თავი გამართულად მას არ ეძლევა სამყარო
სხვადასხვა სიტყვა ადამის ერთ-ერთი მნიშვნელობა იქ ბევრი მნიშვნელობა აქვს მას ფუძე ადამი ერთი მნიშვნელობა არის დომე არის ფუძე რომელიც ნიშნავს მიმსგავსებას გამართვას ანუ ის უნდა მიემსგავსოს თავის შემოქმედს იმიტომ რომ ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი მსგავსება უკვე ჩვენი პასუხია აი იაკობი აი ამას განასახიერებს რომ ამ გზაზე აი რუსთაველის იგივეს გეუბნები მით ვისწავლებით მოგვეცე შერთვა მართ წყობთა წყობრისა ანუ იმისთვის წვალობთ იმისთვის წვალება აი იაკობი წვალობდა იქითაკე სულ ჭიდილშია ჯანშია დევნაშია რომ როგორმე გამართოს და გაამფრინოს სადამიწა თავის თავში ცალ-ცალკე არ იყოს სხვადასხვა ვეფხისტყაოსანი ამ სიტყვებით მთავრდება ხო იცით რა ხდება ვეფხისტყაოსანში როგორ იწყება თავიდან ორი სამეფო იწყება მერე უკვე აქეთაც ირევა არაბეთის სამეფო ტარიელის გამოჩენი და იქითაც ირევა აი ეს ინდოეთის სამეფო ნესტარის დაკარგვით ხომ მოტაცებით და მერე ეს რაც ბატალიები მიდის იცით თქვენ და ბოლოს როცა სრულდება ყველაფერი როცა ტარიელი ნესტანზე ქორწინდება ინდოეთს დაიბრუნებს ყველა თავის ადგილას არის და ერია რომ ტარიელი თვითონ ამბობს ნაქმნარი მრუდი ყველაი აწ ჩემგან გამართულია და ბოლოს ინდოეთს ზეცინათლ ჩადგა მართვითაც სვეტია ანუ ეს სოლომონსაც აქვს სხვადასხვა სიბრძნე სოლომონისაში ჯერ სიბრძნე ჯერ ადამიანში შემოდის ჯერ მრუდე გზებით ივლის მასთან ერთად და შემდეგ გაიყვანს სისწორეზე აი ეს პროცესი არის იაკობის სიკვდილი იაკობი ამ პროცესში ჩართული ის ძალიან დაბალი დონის სასტარტო მდგომარეობით იწყებს თავის ცხოვრებას იმიტომ რომ წესით ანუ ღვთისგან მოწოდებით ამას ვიტყვით ჩვენ კურთხევით ანუ წინასწარმეტყველებითაც რო იბადება ის მას უნდა დაემორჩილოს უფროსი ძმა მიუხედავად იმისა რომ ეს მეორე გამოდის საშოდად მაგრამ იქ წინასწარმეტყველება და უმცროს უფროსი დაემორჩილა მაგრამ მან ამას უნდა მიაღწიოს ღვაწლით ბრძოლით ჭიდილით მერე და არა გამზადებულად ანუ აი ეს არის იაკობის დამსახურება ანუ არასახარბიელო მდგომარეობით იწყებს მაგრამ შემდეგ ყველაფერს აკეთებს რომ აი ის რაც მას ღვთისგან ჰქონდა კურთხევა განახორციელოს თავის ცხოვრებაში ანუ ეს კურთხევა მას გამზადებულად ბუნებითად არ მიუღია დაბადებით აი დაუშვათ დაიბადა პირველი და შესაბამისად აი ესო კარი სახლი ყველაფერი ეკუთვნის პირველს ავტომატურად აქ მე როგორც გითხარით ისე როგორც აი იმაზე რომ თქვით ლაპარაკის უნარზე რომ ეს ლაპარაკის უნარი ერთია მაგრამ მეორეა რასი ლაპარაკი ეს არაფერი დამსახურება არ არის თუ შე პირველი დაიბადეთ და იმიტომ გაქვს პირველობა სამყაროზე არა აი ნახეთ ღმერთი რას აკეთებს ღმერთი ადამიანს უტოვებს ასპარეზს თუ თვითონ დაასრულოს თავისი თავი ამიტომ კურთხევით შენ გეძლევა დედამიწა შენი იქნება კურთხევა მაგრამ ამას უნდა მიაღწიო შენი ბუნებითი მდგომარეობის რომელშიც იმყოფი მიმის გადალახვით და უნდა მიაღწიო აი ამ ჭიდილით განვითარებით ჟინით სათასასუბრებელი იძულებისო მაცხოვარიც იგივეს ამბობს და ჩვენ ვიცით რომ ახალ აღთქმაშიც ყველა ვინც მაცხოვრისგან სიკეთე მიიღო და კურთხევა ყველამ სწორედ ეს ჟინი გამოავლინა და გადალახვა საკუთარი ბუნებითი მდგომარეობის მიღმა ირწმუნა ის სასწაული რაც ღმერთ შეუძლია მოახდინოს და ირწმუნა ის კი არა რომ ჩვენ გონია რომ წმენა ნიშნავს რომ წამს არა ირწმუნა ნიშნავს უყურე ირწმუნას წმენის სინონიმი ქართულში არის დაჯერება ხო წამს ჯერა დაუჯერე ნიშნავს დაემორჩილე ანუ იმოქმედე სიძინარ დედაკაც რო ეთქვა მე წამს ქრისტესიო იქ სახში რო იყო ესეთ ტკივილებში და გავსაზრდ მდგომარეობაში არაფერიც არ მოხდებოდა მაგრამ წმენა განახორციელა ნახე რამ ხელა ძალისხმევა გამოიჩინა გადალახა ყველა წინამდებობა ანუ რა წინამდებობა იუდეველთა რჯული მას უკრძალავდა სახე და გასვლა სიზდინარე იყო არავის არ უნდა შეხებოდა ყველაფერი გადალახა ანუ ეს არის მოქმედება ბუნების წინააღმდეგ გადალახო ბუნების ყველა წინააღმდეგობა და იმის მიღმა ირწმუნო ის სასწაული
და მერე იღებ ამას. აი ეს არის იაკობი ამის სიმბოლო. ახლა რაც შეეხება კიდე იაკობის მდგომარეობა რა არის? აბრაამი, ისააკი, იაკობი. ჩვენ ხო ვთქვით ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა, ღმერთი იაკობისა. სამივე ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა. ანუ თითქოს უყურე რო ყოფილიყო ესე დავუშვათ ღმერთი აბრაამისა, ისააკისა, იაკობისა. დაშავდებოდა რამე? მაგრამ ეთყობა დაშავდებოდა, იმიტომ რომ ეს არის სამი გამოკვეთილი ეს ერთია ღმერთი, მაგრამ ღმერთი რომელიც აბრაამში ავლეს თავს, ეს ისააკში და იაკობში სამივე მდგომარეობა არის აუცილებელი, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ. ახლა განსხვავებით აბრაამისგან და ისააკისგან, იაკობს აქაც ძიმე მდგომარეობა აქვს. არა აქვს თავისი ხასიათით ჩამოყალიბებული. აბრაამის ხასიათი ჩამოყალიბებული. ხო გითხარით რომ აბრაამი არის ხესედ, ესე ებრაულად ეს ტერმინი ყველგან მიღებული, ეს არის წინსულა, მოწყალება, საკუთარი თავიდან გასვლა, ღიაობა, სტუმართმო გახსნილობა, სულ ღია არის აბრაამის ოჯახიც და გულისკარიც ღია იყო სულ და სულ დადის აბრაამი ყველგან და მონოთეიზმს ქადაგებს ერთი ღმერთის რელიგიას და აი ესეთი ღია და გახსნილია. მაგრამ სიმყარე არა აქვს რაღაცა და აი ისააკი უკვე მეორე აბრაამის შემდეგ ღმერთი ისააკი. ისააკი არის ის სიმბოლო. ისააკი უკვე რაც აბრაამმა მიაღწია, რასაც ჭეები ამოთხარა აბრაამმა ყველგან, ჭა რა არის, მოძღვრებებია, ჭაში ეს არის ყველა ენაში, ებრაულადაც ამას ქვია, ეს არის წვდომა. რასაც ადამიანი აღწევს თავის სიცოცხლეში ღმერთის შემეცნებას, ის სიღრმეები. და ამას აუცილებლად აბრაამი ყველგან სკოლები ქონდა გასწილი, ქადაგებდა და ჭა ამის სიმბოლოა, ანუ და იქ იწაფებოდნენ ადამიანები ამ ჭიდა წყალს სვავდნენ, გასო თქვენი იაკობის ჭასთან სამარიტელს რო ხდება იესო და რაზეა ელაპარაკი. იესო ეუბნება რომ ამ ჭიდა რო დალევ, ისე მოგწყურდება, ანუ რა, აი ძველი ახთვის ჭა მოძღრება, კი ბატონო, ეს კარგია, მაგრამ მუდმივად ჭირდება ცნებების დაცვა და ერთ და იგივე, მაგრამ მე რომ მოგცემ ჭას, წყალს ჩემი წყალი და მე არასდროს არ მოგწყურდება, ანუ ჩვენ უკვე რჯულს ვიღებთ გულში უკვე და გარეთ არ არის საჭირო ვიღაცა გასწავლოს, შენ თვითონ შენში იქნება ღმერთი, ის გასწავლის, ის წაგიძღება და არ იქნები სატარებელი გარედან. ცნებები გულში მოვა შენთან. აი, ახაც ხო ამ ჭაზე, აი ისააკი რას აკეთებს, რომ ამ აბრაამის ჭეებს და ამას იცავს. ხო ჭას იქ მოდიან და ყრიან ნაგავს, ასე არ არის განა ჩვენს ისტორიაშიც ხო ნაგვიანდება ხოლმე მოძღვრება, ერევა, მტვერი, ყველაფერი და მუდმივად არის გასასწორებელი. ანუ ისააკი არის სიმბოლო გვურა, ანუ ეს არის უკვე თავშეკავება, შენარჩუნება, სიმტკიცე, სიმხარე, უფრო რაც არის იმას ინარჩუნებს. ახაც არ აკეთებს არაფერს ისააკი თავის. რაც მამამ დატოვა, იმის შემანარჩუნება. ეს არის ტრადიცია, მკაცრი და მკვეთრი ტრადიცია. სხვათა შორის ჩვენს რეალობაში დღეს არის ეს გამოკვეთილი მკვეთრად, ორივე უკიდურესობაა მკვეთრად, ეს უნდა გაწონასწორდეს და აი იაკობს ამ ორისგან განსხვავებით გამზადებული არა არც ერთი. ანუ მოცემული ის არ არის შეპყრობილი რომელიმე თორე მაშინ ვერ გამოვიდოდა იქიდან. აბრაამი ხესედიდან ვერ გამოვიდოდა, ვერც ისააკი ამიდან თავშეკავებიდან. ითლიანად გასხეულებული ეს თვისებებია, მაგრამ მესამე გვინდა ახლა, მესამე რა არის? ამ ორის სინთეზს თავის თავში რომ მოახდენს. ორი უკიდურესობა, რომელიც ერთმანეთს აწონასწორებს. ეს ჭარბადარი ისი აკავებს, იაკობი იწყებს სიცარიელიდან. იაკობი ორის გამამთლენებელი, ეს იაკობი პროცესია, იაკობი კიბეა. თუ ესავი იყო დასრულებული, ბუნებითი ადამიანი, უკვე ყველაფერი მოცემული მაქვს, თავიდან ბოლომდე მოცემულია და არაფერი არ არის დასამატებელი. რაც გაქვს შიგნით, ამას ავითარებ. იაკობი არის კიბე, ანუ კიბე სხვათა შორის ებრაულად ნიშნავს თავის თავში, ანუ ეს არის კიბე გარეთ კი არა, ჩემი კიბეა, მე ვარ ჩემი თავის კიბის საფეხური. მე ვიწყები ბოლოდან, ფეხზე მიდგას მიწა, აქედან ვიწყები და მე მივემართები ჩემივე თავის ზეცისკენ, ანუ ჩემი თავის სრულყოფისკენ. და აი ეს ამ პროცესს გადის იაკობი. აი იაკობი ჩვენში ამას ნიშნავს, სწორედ, რომ არ ჯერდები მიღწეულ საფეხურს და მუდმივად მანამ მიდიხარ, სანამ აი არ ამაღლები ზეცსა და მიწას არ შეერთებს საკუთარ თავში. შენშია ეს კიბე, ამას მე იაკობის კიბეზე ცალკე საუბარი გვექნება ჩვენ. ამიტომ იაკობის აი პრობლემა ესეც არის, ამიტომ არის იაკობის საწყალი, სულ საწყალი ჭყარებში რა თქმა უნდა. გარეგნულად თითქოს ასე ჩანს, იმიტომ სულ ატყუებენ, თვითონაც ატყუებს ისე.
სუბძოლებშია, შიშია, ჭიდილშია, თავდაცვაშია, მაგრამ არ ჩერდება და ბოლოს ხდება ისრაელი, ოღონდ დღეს ამაზე ვერ მოვასწრებ. ანუ აქაც ასეთი აი ეს არის იაკობის მდგომარეობა, რომ სულ წონასწორობას იცავს, ამიტომ ქვია ეს ჰარმონია, აი მესამე მდგომარეობა. ნორმის შედგენ, ნორმა არ არსებობს, დადებული არ არის გარედან. ორი არანორმალური მდგომარეობა გვაქვს, უკიდურესი მარჯვენა ისა და უკიდურესი მარცხენა გადახრა. ანუ ჭარბი რაღაცა ისეთი განურჩეველი ქაოსური მიდგომა სამყაროს მიმართ, აი ეს ღიაობა ზედმეტი, აი კარის ღია, როგორც ვთქვით, და მეორე რომელიც პირიქით შიშით ზედმეტად კაცრია და უჭერს და უჭერს კაცრი ტრადიციები, კაცრი შეზღუდვები, ორივე ვერც ერთი ვერ ეტევა ადამიანი. ორივე დამანგრეველიას და იაკობი ცდილობს თავის თავში გაამართლოს ნორმა, ეს არანორმალურობა, მარჯვენა არანორმალური გადახრა და მარცხენა არანორმალური გადახრა თავის თავში გაამართლოს და ნორმაში მოიყვანოს. ანუ თავდაპირველ მდგრადობაში. დავსვათ ჩვენ პირველ თუ მეორე საუბარი როგორ და ვილაპარაკეთ იოანე ათონელის სიტყვები მოვიყვანეთ. ადამი დაასახლა სამოთხესა საშვებელისასა, ადგილსა ბრძოლისასა და ძლევისასა და შეაყენა წამსა სასწორისასა ცხოვრება მისი. ანუ ჩვენი ენაზე რო ვთქვათ, უბრალოდ რო გამარტოთ, ანუ ამ სამოთხეში დაასახლო ბრძოლისა და გამარჯვების ადგილას. ანუ თურმე სულაც არ ყოფილა სამოთხე ესეთი ადგილია. სადაც ადამიანი უბრალოდ არაფერს არ აკეთებს. პირიქით ის არის შემოქმედებითობის ადგილი. უბრალოდ ცოდვა დაამძინა მერე. და წამსას სასწორებს წამი არის შუაში რო აქეცი და 50-50. აი იაკობი დასაკეთებს, ამ პინას აწონასწორებს, რომელიც მანამდე დარღვეული იყო. ან ზევით იყო აწეული, ან დაბლა იყო ჭასიჭარი და აი თავის თავში აწონასწორებს. შოთაშორის შოთალისიანის ლექსი გამახსენდა პატარა, ვინც არ უძღვება ადამიანებს ბედის წერასთან, ვინ შეარიგებს, ვინც ღმერთს და ეშმას აწონასწორებს და თავის თავში აერთიანებს. ანუ ეს ღმერთი და ეშმა ორი უკიდურესობაა, ეს ეშმა არის დატოვებული ღმერთის გარეშე მარტო ხრიკები. აი გველი, უბრალოდ გველი ტრედის უმანკოების გარეშე. ეს უკვე ვერაგობა ამას უხასაბა ეძახის ვერაგობა. მაგრამ ცალკე ტრედიც მარტო ესეთი ღმერთი, რომელიც ცარიელია, ცნება ღმერთი. ეს რა კარგია, ღმერთი კეთილია, ღმერთი საყვარელია, ღმერთი სად არის პასუხი ჩაში. კი ბატონო, ეს ყველაფერი ცნება ღმერთია, არ გვია ასეთ საყვარელ ღმერთი, რომელიც აქ იბრძვის მიწაში შევა, ის ღმერთი გვინდა. ეს არის დემიურგი, რასაც ქვია მებრძოლი იაკობი. როგორც კონსტანტინე გამსახურდიასაც აქვს. აი ეს არ უნდა შეგვეშალოს. იაკობი, რომელიცაც უნდა ღმერთს ხორცში შეასხას და ეს ჭიდილია. ღმერთი შემოდის მატერიაში, მატერია ღმერთს გამსჭოლავს და უკვე ვიღებთ ერთია. აი ამას აღწევს. იაკობი ამის სიმბოლოა, მაგრამ ის სანამ ამ ბრძოლაშია, პროცესშია. ნახე, ბრძოლით ეძლევა მას და მერე აღწევს ისრაელობას. ისრაელი კვარი ჭრეტელი და მხედველი. აი იობის მაგალითს ხო გახსოვთ? იობი ჯერ იაკობია ებძვის. ანუ ხო კარგი გაგებით, ებძვის გაგებით კი არა, იბძვის თუ გაიგოს, მას არ უნდა ღმერთი, რომელსაც მერე გაიგებს. არ რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ვერ უგებს მას აქ უსამართლობებია, არ ამბობს რომ რა უსამართლობა არის, კაცო, საბაგეროდ იქ საიქიოში გავიგებ და ამ ბოროტ მოქმედებს დაჟიან ყველაფერს. ან უფრო სწორად კი ვიტანჯები არ და კი არ მესმის რატო ხდება ჩემ თავს ეს მიუხედავად იმისა, რომ რაც შემიძლია ვაკეთებ, მაგრამ ნუ ღმერთს რას გაუგებ ახლა, ადამიანი ვარ, მე მტვერი ვარ, რაც არის იქ გავიგებ. აი ეს არის იობის მეგობრების ხმები. იობი ამას არ ჯერდება, იბძვის ბოლომდე. არა, ამ წუთის სოფელში აქ, როცა მე 10 შვილი დამეკარგა, როდესაც მე სხეული მიყარს, როცა ყველა მიმატოვა, მე ვიცი რომ ღმერთი ამაში ისეთვე მართალია, როგორც მართალი იყო მანამ სანამ მე ყველაფერი მქონდა. ანუ მართალი ნიშნავს იმას კი არა, რომ მის ხარზე დავდგე, არა, დავინახო აი ამ უბედურებაში სხვაგვარად მის სიმართლე და სწორედ ეგ არის. იობი ჯერ ლაპარაკობს, ანუ და შემდეგ როცა ჭრეტელი ხდება. და ამიტომ ამბობს აქამდე შენზე შორიდან ლაპარაკობდი, შორიდან მესმოდა და ბევრს საუბრობდი, ლაპარაკობდი, ახლა პირისპირ გიხილე და ჩუნდები. ანუ იაკობი არის მებრძოლი, რას იშა ბრძოლა? იაკობა იდეაში იცის.
შინაგან არ წმენით, იმიტომ რომ ის ხო კარვის იყო მიზნის ისა ზეცის და იდეის ყველაფერი ისტორია ადამი რატო შეიქმნა ეს დავიწყებული არა ჭარბა და მას ეს მოდელი ხოლო მე ეს ცხოვრებაში დავიწყებულია და მაგრამ ეს თეორია შინაგან ის არ ჯერდება იმას თეორიულად რომ ღმერთი მართალია რომ ღმერთი მე თავის სიმართლეს მე გამო არა მას უნდა თავის თავში შეაერთოს ეს შეურიგებელი რომ ღმერთის სიმართლე აქ გაიგოს ამიტომ ის მებრძოლია ეს არის ბრძოლა ჭიდილია ეჭვები არიშინია იძიებს ბოლომდე მიყვება ებძვის ღმერთს ერთგვარად აი როგორც გედეონით ხო გითხარ მას არ უნდა ღმერთი ცაში იყოს მიწის ღმერთი თუ აქ უნდა იყოს და ბოლოს ხდება ისრაელი როცა თქვა ის ამ ბრძოლის შემდეგ ისრაელობით პირისპირ ჭრեց ღმერთს ამაზე მე გვექნება საუბარი ახლა რაც შეეხება აი ეს ბრძოლა იაკობის ბრძოლა ასეთი ფორმის ეს არის სწორედ უნარი რომ გავარღვიოთ აი ამ ჩაკეტილი წრე და გადავწიოთ საზღვრები მუდმივად და ეს არ არის სხვათა შორის მისაღების სტაბილური საზოგადოების ასეთებს ყოველთვის ამრევებს ეძახდნენ მაგალითად აი ბიბლიაშიც გვაქვს აი მოციქულთა საქმეში სახარებაში ადგილი სადაც როდესაც პავლე და სილა ქადაგებდნენ ამ ქადაგებას მოაქვს სტაბილური ცხოვრების წესის დარღვევა ჩვენი რა ცხოვრობე კაცო ოჯახი აწყობილი დაწყობილი აი მე და ჩემი მეუღლე რაგი და ბინა ახალ მიღებული ქონდა ერთი შვილი ყავს ნანატრი ყველაფერი სამსახური მაქვს მეუღლე მუშაობს თელი ქალაქი პატივს გცემს ყველას უყვარვად ყველა გიყვარს რაგი და მე ცხოვრება და ამ დროს რაღაცა ხდება შევში და ერთ დღეში აი ტოვებ ყველაფერს სკოლიდან სამ სკოლაში მუშაობდი თავი მოვიხსენდი და ფიზიკურად დავიწყე მუშაობა დიდი და პატარა ლამის ტირო და ჩემზე და გაგიჟდა და მოკლედ ეს ოჯახი რა დღეში იყო და ყველა ანუ ავრიე თითქოს ხო ყველაფერი იმიტომ რომ აი ეს დანაგებულობა ზედმეტია ესეთი რომ მოწესრიგებულობა თუ ამას შევეჩვიეთ ვერასდროს წინ ვერ წავალ მთელი ისტორია დააკვირდით ახლა მე და თქვენ ყველას გეცოდინება და ყველაფერი რაც გაკეთებულია რაც მიღწეულია ტექნიკურად თუ სულიერების დარგში ხელოვნებაში ყველა მხატვრობაში ყველა გააკეთეს ყველაფერი ამას მიაღწიეს ავანტიურისტებმა ახლა ეს ავანტიურისტი ცოტა ისეთი ცუდი კონტექსტში ჟღერს დღეს მაგრამ მისი ფუძე არა ავან არის პირველი ჩემი და ტურისტი მგზავრი ანუ უცხო ქალაქს რომ მიადგებდე ვით გაბედავდა და პირველი დადგამდა ფეხს და პირველი შევიდოდა ამ უცხო ქალაქში თუმცა აი ანუ ეს არის პათოსი გარღვევა ჟინი ნახეთ აბა გეოგრაფიული აღმოჩენები თავს წირავდნენ ხალხი ვიც უცხო მიწებზე ფეხს დაღამდნენ აღმოჩენები ყველაფერი რაც დღეს რეალურად შექმნილია რაც კაცობრიობის სიკეთეში ემსახურება ავანტიურისტების შექმნილია ვით გადალახეს შიშები თავიანთ ბიოლოგიური კომფორტი ყველას კარგად ცხოვრობდა შედივრად თავიანთ ოჯახებში თოლშვინში რო იტყვე მაგრამ რაღაცა ეძახის ხმა რომ რაღაცა უნდა დატოვეს ყველაფერი როგორც აბრაამს უთხგავსო აბრაამი კომფორტში ცხოვრობდა იქ ქალდეაში დატოვეს სახლი ოჯახი გვარის შენის ქვეყანა და წადი იმ ქვეყანაზე რომელსაც მეგიტე ეს ხმა ჩვენ ყველას გვესმის უბრალოდ ჩვენზეა დამოკიდებული მოусმეთ ამ ხმას ანუ იაკობის დონე გვაქვს თუ ესავის რომელიც რა დიდ რატო ვიწვალე თავი კაცო ორი დღე ცხოვრობ და შევირგო კომფორტი ცოლი შვილი ოჯახი კაი სამსახური კაი ჭამა მაგრამ ეს რას გეუბნება ვინც გაუფრთხილდება თავის სულს ის დაკარგავს თავის სულს ხოლო ვინც დაკარგავს თავის სულს ჩემი გულისთვის და სახარების გული ის შეინარჩუნებს თავის არ როგორც მარცვალს რომ შეეშინდეს არიქა არ მოუკდეო და არ გავნადგურდეო კი ბატონო აგერ თებსი დავდებ ხორბლის მარცვალს აღმოდიცი თქვენ ამოვა კიდეც მაგრამ ის თავთავი არასდროს არ გამო მაგრამ მარცვალს თუ არ შეეშინდება და მიწაში ჩააგდებ და როგორც იესო ამბობს თავის თავს დაკარგავს მერე შეიძეს თავის თავს არ თუ თავში თავი იყო ბოლოში თავი იქნება ორი თავი ასე რომ აი ეს არის ცხოვრების კანონი ამიტომ აი მოციქულთა საქმეში წერია პავლე და სილა რომ ეს ამრევებიო ახაც მოვიდა ანუ ფოთი შემოტანებიო იესოს რას ეძახდნენ
იესოს ბრალდება იყო შფოთის და პილატე რა არის რომის პროკურორი რა უნდა სახელმწიფოს გასვოთ ისა ვერისუბლის მელოდიები იქ პოლიცმაისტერი რო ერთი ნუ იქნება აღოც ბუნტი წესრიგი დისციპლინა კაიჭა ის სახელმწიფო გაძლევს ყველაფერს სალაფავი საბჭოთა კავშირი აიღეთ რა გიტყვი ხელფასი იყო საჭმელი იყო ძეხვი იყო ძმაო ეგვიპტეს რო ითხოვდე გასო ყველაფერი იყო ნუ არევთ რა ვიყოთ ასე სადგი და სადვიდი ხარ რატო არ მაგრამ უფალი გეუბნება რა სხვათა შორის მე ვისაუბრებ ამაზე მაგრამ მოსეს რო ეცხადება იქ მე ვარ რომელიც ვარ იქ უდაბროში იქ წერია უფლის სახელი მე ვარ რომელიც ვარ კი არა მე ვიქნები ის რომელიც ვიქნები მუდმივი დინამიკა შესაძლებლობათა უსასყურო სპექტრი სხვათა შორის ამერიკული ცივილიზაცია დღეს ამერიკის სახელმწიფო სწორედ ამეებზე დგას მათ იცით კონსტიტუცია სახარებიდან არის აღებული და მუხლებზე ლოცვით დაწერეს და ეს პროცესი რომ მუდმივად სიახლესკენ სწრაფვა და აინტომ აღწევენ იმ წარმატებებს ოღონდ ნუ ახლა ტექნიკურად და მთელი მაშინ აი ეს დინამიკა პროცესი ყოველთვის გადალახვა საზღვრის ჩვენი ბარათაშვილი გაფრინდით შემომერანო გადამატარებ ბედის სამზღვარი თუ აქამდე არ ემონა მას არც აწემონო შენ ხედა ჩვენი ავთანდილი აწყობილი ქვეყანა კაცო არაბეთი წარმოიდგინეთ და თინათინი რას უშრება აი ყველაფერი აბსოლუტურად საათივით არის აწყობილი მაგრამ აი ზუსტად ისე ესავი დასრულებულია და როდესაც არაბეთში უკვე ბოლო როგორც იტყვიან აი ბოლო დომინოს კვას რო დადებდა უკვე დალაგებულია ერთადერთი საწუხარი ქონდა როსტევანს რომ მე მკვიდრეთ ჩემი ტოლი არავინ არ ჩასო და გამოჩნდა ავთანდილი რომელიც ნადირობაში აჯუვა და მორჩა ილხენდე და იშვები დამთავ და სადაც დასრულდა იქ დაიწყო ნგრევა ჩდება უცხო მოხმე გარედან და იწყება სულ სხვა პროცესი თინათინი არ მოიდგინე ავთანდის 3 წლით უშვებს სადღაც უცხო მოხმის საძებელს ახლა რომ გადმოვიტან ჩვენ ცხოვრებაში ეს ასეა იცოდეთ რომ ყოველ ჯერზე როცა თქვენ იგზობთ რომ უკვე დასრულდა უკვე კარგად ვარ ის შინაგანის რომელიც მეტია ბიოლოგიურზე მეტია ამ ყოველდღიურ ცხოველურ მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე ვიღაცა სული ეხუთება და იქვე გაარღვევს როგორც ნაჭოჭს გამოამტვრებს წიწილი იქ 21 დღეს და სიცოცხლე გამოვა აი ეს პროცესია ებრაელებიც ასე იყვნენ ეს მისია ყველგან ქონდათ ებრაელებს სამწუხაროდ ყოველთვის სწორად არ იყენებდნენ ამ მისიას და ამრევებს ეძახდა ყველგან სუდევნებში იყვნენ და ჰიტლერიც გერმანია რომელიც მოწესრიგებული ქვეყანა იყო ებრაელები ჩათვალა ამრევებად რა თქმა უნდა იმიტომ რომ მათი ცხოვრების სტილი ხელს უშლიდა და ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო მათი დევნის და ყველგან სადაც იყვნენ ებრაელები იმიტომ ებრაელობა ისე გამდინარე ყოფილა ქრისტიანები რა ის ებრაელობა ხა მე რო ამბობ პავლე მოციქული ამბობს რომ ახალი ებრაელები ჩვენ ვართ ანუ იგივე სული გადმოდის ჩვენც ქრისტიანად ყოფნა არის სტაბილურ ცხოვრებას კომფორტით ცხოვრებას ჯვარი რა არის ქრისტიანი ყოველთვის არის გამდინარე ყოველთვის გადამთიელია ებრაელთა მიმართ დაიკითხეთ ჩვენო წირები ვართ და ცხემები აქ ჩვენ მომთაბარები ვართ ჩვენ კარვებში ვცხოვრობთ როგორც აბრაამი ცხოვრობდა კარვებში რა არის კარავს ადამიანი აშენებს დროებით აკეთებს დროებითი თავშესაფარია ვიდრე მისი ცხოვრები იქ მოიბალახებენ როგორც კი ის ადგილი ათვისებულია მე გადარეკავ ცხვარ და კარავს დაარღვევს და ახალ კარავს აშენ ანუ რა არის კარავში ცხოვრება არასოდეს სისტემურ სოფხედველობას არჩები და არიცავ ამ სოფხედველობას იქ არ დგამს სახს მყარ საძირკველი და თავს არ ესხმის და არიცავ იმას რასაც მიაღწია შენ იცი რომ ამ მიღწეულის კიდე არის ახალი სანახები ამიტომ მე ერთი მხრივ ვდგავარ ჩემს სოფხედველობას დია კარავით არის თავშესაფარი ერთგვარი სახლი მაგრამ მეორე მხრივ მზად ვარ დავარღვიე იწოთა ხო შენობას ვერ დაარღვევ ამიტომ ძალიან მტკიცე და მყარი არასოდეს არ უნდა ვიყო ჩვენს ხედვაში ეს უნდა იყოს ერთგვარი სამუშაო მდგომარეობა ასე რომ ვთქვათ რომელსაც როგორც კი გამოვიყენებთ ავითვისებთ შემდეგ უნდა მზად უნდა ვიყოთ გადავიდეთ და ამ გადასვლას ცნობიერების ცნებას მოყვება პრაქტიკული ცნება ცხოვრების წესის შეცვლა აი რატო უჭერს იცით ადამიანს აი ეს მოთაბარეთ ყოფნა და ნამდვილი წმენის გზიცია როლი იმიტომ დისკომფორტია ფესვებს იდგამს იქ რაღაცას მიაღწევს რაღაცას ისე იქ უკვე შემოყოფავს დაიყვა გამყარდება და ნუ რაღაცა ეს წოდენა იქნება ქონება იქნება თუ სოციალური სტატუსი რა ვიდო ახლა 2 დღე ცხოვრობდა
ესეც რომ დავკარგო ვერ არ რისკავ და მთელი ქრისტიანობა რისკი ვიდრე ყველას იმას არ გაივდი აბსოლუტურად და არ შეუერთდები შეშემოქმედს არ მიმსგავსებ მანამდე არ გაჩერდ. აი ეს არის იაკობობა ჩვენში და იაკობი ამ გზით მიდის და ხდება ისრაელი და ამაზე ჩვენ შემდეგ ლექციაზე ვისაუბრებთ აუცილებლად. კარგი მე მგონი საკმარისია ეს და შემდეგ გავაგზავნებთ იაკობის გზას, რომელსაც ის დაიწყებს მალე, როდესაც პირველობას, ну, მოკლედ ისააკის კურთხევა როგორ ხდება და შემდეგ იაკობის გზა, მას შემდეგ გავაგზავნებთ ამაზე.